რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეებს მოგვიანებით რა თქმა უნდა დავუბრუნდებით, მანამდე ვბრუნდებით სტუდიაში. ამჯერად ჩვენი სტუმრები არიან ირაკლი ფიფია, ანთროპოლოგი, მარინე ჩიტაშვილი, ფსიქოლოგი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიტყვეთ დრო და ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ირაკლი, თქვენ ხართ ერთ-ერთი დაზარალებული აქციებზე, რომ გვიამბოთ თქვენი ამბავი და ამავდროულად საინტერესოა რას აპროტესტებდით, კონკრეტულად რა ტიპის პრეტენზიები გქონდათ გისმენთ. 2 დეკემბერს მოხდა ჩემი დაკავება. ამ დროს ვიდექი უბრალოდ უნივერსიტეტის სხვა ლექტორ პროფესორებთან ერთად მივედით და ბუნებრივია აპროტესტებდით იმას, რასაც აპროტესტებს ყველა. და აბსოლუტურად მოულოდნელად დაიწყო აქციის დარბევა გაცილებით ადრე, ვიდრე წინა დღეებში ხდებოდა. მე არ ვეკუთვნი ხა იმ ადამიანების ლექტორი ვარ, შესაბამისად არ მაქვს არც ჩვევაში მაქვს გინება, არც ქვების სროლა და ასე შემდეგ. ვიდექი ჩვეულებრივად მშვიდად და ვაპროტესტებდი გამოვხატავდი ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას. როდესაც აი ამ ფაროსანი ყმაწვილები რო არიან, გამოიყო რაღაცა ერთი ჯგუფი იქიდან, ჩვეულებრივად მომკიდეს ხელი და ამიყვანეს, გამიტაცეს ყოველგვარი ყველაფრის გარეშე, გაფრთხილებების და ასე შემდეგ გარეშე. როგორც კი აღმოჩნდი კორდონს მიღმა, დაიწყო ჩემი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემა, რავი, დაყაჩაღება პირდაპირი გაგებით, ანუ სპეცნაზის წევრი ჯიბეებიდან მაცლიდა სხვა ნივთებს და თავის ჯიბეებში იტენიდა და თან ამბობდა არა, კაი ნივთია და ასე შემდეგ. მე ამის შემდეგ უკვე მოხდა ჩემი მარშრუტკაში თუ მიკროავტობუსში შეყვანა, სადაც ასევე გაგრძელდა, ანუ იქ უკვე სადღაც 9 ვიყავით, იქაც გაგრძელდა სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფა, გინება და თან უკვე დაშინებები, რომ აი კიდევ მოხვალ აქციებზე, კიდევ მოხვალ. ხდებოდი, რომ ჩვეულებრივად ხდებოდა ამ შემთხვევაში დეჰუმანიზაცია. ამიტომ საკუთარი პირადი არ ვიცი როგორ ვთქვა, სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით დავიწყე ლოცვა. და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, სპეცნაზელი, რას ვაკეთებდი, როდესაც მიმაყურა და მიხვდა რომ ვლოცულობდი, ორმაგად დაიწყო გაბრაზდა, ორმაგად დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თან მიყვიროდა რომ აბა ქშველის ახლა ეგ შენ ეგ ლოცვა, ეგ ქშველის. ბუნებრივია, მას ალბათ გონია რომ არ მიშველა, მაგრამ მე ვთვლი რომ ჩემი ლოცვა მშველის იმაში რომ არ ვკარგავ ადამიანობას. თუმცა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამ ადამიანობას უკვე დიდი ხანია გამოემშვიდობა აქციის მეორე მხარეს, სპეცნაზ გულისხმოვან შემთხვევაში. ამ ყველაფრის შემდეგ გადამიყვანეს მეორე მიკროავტობუსში, იქ უკვე ხელები შემიკრეს ზურგს უკან და ასევე გაგრძელდა ჩემი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ყმაწვილი იყო, ახალგაზრდა 20 წლის. მიმიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც უკვე სხვა კატეგორიის პოლიციელები იყვნენ, მაგიდებთან ისხდნენ და ცდილობდნენ გაფორმებას ყველაფრის, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი ფორმაში მოეყვანათ. ხელზე მქონდა მხოლოდ საათი შერჩენილი, დანარჩენი ყველაფერი წამართვეს. ანუ ლექციიდან მოვდიოდი, მქონდა ბლოკნოტი, სტუდენტების ჩანაწერები, პლანშეტი, ანუ ეს თითქოს არც არსებულა. პოლიციელმა აღწერა, შემოყვანის ოქროში ჩაწერა, რომ თან ქონდა საათი და სადღაც ჯიბეში ჩაკუჭული 20 ლარიანი. ანუ ეს არის ჩვეულებრივი დეჰუმანიზაცია. ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რისთვისაც 2012 წელს ასე ხმამაღლა ვსაუბრობდით ჩვენ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ეს არ არის დანგრეული სისტემა, ეს არის პირიქით უფრო გამყარებული სისტემა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გამყარებულ სისტემას ახლა უკვე დაერთო კიდევ ერთი ძიმე პრობლემა, ეს არის ფარისევლობა. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ქართულ ტრადიციებს ვიცავთ, ჩვენ მართლმადიდებლობას ვიცავთ და ასე შემდეგ და ამ დროს მე დამცინიან იმის გამო, რომ მე ვლოცულობ, ეს არის ფარისევლობა, მეტი არაფერი. და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ამ ყველაფერს ვიღაცეები ვერ ხედავენ.
ვინ არის ეს ვიღაცები, ვინ არის? მაგალითად ზოგიერთი ტელევიზია ვერ ხედავს ამას და ცდილობს ამის პარალელურად ისტერიკა ატეხოს, როდესაც სადღაც ალიბაბადან თუ ჩინეთიდან გამოწერილი კუბო იწვის. აბსოლუტურად არაკანონიკური, ასე ვთქვათ, წესებით შექმნილი გამოსახულებებით, რომელიც რამდენად საერთოდ ქრისტიანული და მართლმადიდებლური, ამაზე აღარც არის საუბარი. მაგრამ ზოგიერთ ტელევიზიას ასე უნდა დანახვას სიმართლის, მაგრამ სიმართლე ერთია და საბედნიეროდ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომ დღეს საზოგადოება თავისუფლდება სწორედ აი ამ სიყალბისაგან, რომ ეშინიათ ამ რაღაც წარმოსახვითი ევროპელობის და თუ ევროპა იდენტობას გვართმევის და ასე შემდეგ. სწორედ ევროპული საზოგადოებები და სწორედ შეერთებული შტატების USAID-ის პროექტები იყო, რომელიც ჯვრის მონასტერი გადაარჩენა, რომელმაც ჯრუჭის ოთხთავი გადაარჩენა, რომელმაც საქართველოში უამრავი მუზეუმი და უამრავი ირაკლი ევროპულ ფასეულობებზე აუცილებლად უფრო ვრცლად უნდა ვისაუბროთ. კაი იქნება ცოტა ადრე, მაგრამ ხო. ბატონო? არაფერი. კარგი იქნებოდა ცოტა უფრო ადრე გვესაუბრა ამაზე, როდესაც სულ საუბრობთ ევროპულ ფასეულობებზე. ხო, მოდი ვთქვათ, რომ ეგ თქვენი პოზიციაა. არა, ჩემი პოზიცია რა ეს ფაქტია. არ არის ფაქტი. არა, როგორ არ არის ფაქტი? ჩვენ სულ საუბრობთ ევროპულ. ნუ ვიდავებთ იმაზე, რაც ჩანაწერები არსებობს. დიახ, ჩანაწერები არსებობს, ზუსტად მაგაზეა საუბარი, რომ ჩანაწერები არსებობს და შეგვიძლია გადავამოწმოთ, საუბრობთ თუ არა. გადამოწმებადია და გეუბნებით 24 საათიან ზოლში და არა მხოლოდ 24 საათიან ზოლში, მათ შორის საინფორმაციო გამოშვებებში. მოდი სიმართლეს თავისი სახელი ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და თუ გნებავთ დღეს დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ნუ ვაკადრებთ ტყუილებს ჩვენს მაყურებელს. ძალიან გამიხარდება. კი ბატონო, ირაკლი, ძალადობას რაც შეეხება, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ძალადობას, ესეთი არასერიოზულიც კი იქნება. ყველა ვემიჯნებით ძალადობას. ეს იქნება თქვენი მისამართით, თუ ეს იქნება მათ შორის პოლიციელების მისამართით. რაც თქვენ არ მოგეწონებათ. პოლიციის მისამართით ძალადობას ვემიჯნებით ყველანი. მაგრამ პრობლემა ერთია, რომ პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეებზე, რომლებიც არიან აყვანილი და არ უწევენ წინააღმდეგობას. ეს არ არის ძალადობა ან გადაცდომა სამსახურეობრივი. ეს არის კრიმინალი. ეს არის სამართლის დანაშაული. არა მხოლოდ უნდა გამოიძიონ, უნდა დატოვონ თანამდებობები იმ ადამიანებმა, ვინც ამათ ხელმძღვანელობს და ვინც ამ ბრძანებებს იძლევა. ეს არის პრობლემა და ამას არც თქვენი ტელევიზია არ swamps მსგავს კითხვებს და არც სხვა ტელევიზიები არ swamps. არასერიოზულია, ძალიან არასერიოზულია. არასერიოზულია, ამის რეპორტაჟები არსებობს, ხო? რა რეპორტაჟები არსებობს? თქვენ შეგიძლიათ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეგიძლიათ მუდმივ ლანძღოთ. ეს ტრენდად იქცა, ეს ტრენდად იქცა უკვე. ვიცი რომ წარია, მაგრამ სიმართლე. წარი არ არის, ეს არ არის სიმართლე, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ხო, რა თქმა უნდა. ამის რეპორტაჟებიც არსებობს და გადაცემებიც არსებობს. სადაც გვისაუბრია ამაზე. კი ბატონო, სიმართლე წარები. პოზიცია ჩემი არა, ჩემი ფაქტია, თქვენია პოზიცია. ნუ კარგი, შეგვიძლია ვიდაოთ მაშინ ამ რეჟიმში სადამდეს გაგიხარდებათ. უამრავი ფაქტი არსებობს, მე შემიძლია გადმოგიგზავნოთ, თუ კი არ გაქვთ ნანახი ამ დრომდე, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ის ფაქტიც, რომ ეს ეთერი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ შესაძლებელი, რომ მოქალაქეები მოვიდნენ და დაიცვეს საკუთარი უფლება. რომელი უფლება დაიცვეს ირაკლის საინტერესო და მრავალხმიანობის უფლება დაიცვეს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში საკუთარი აზრის გამხატვის უფლება. აქვს მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებლის პლატფორმის სარგებლობის უფლება. არა, ესეც ტყუილია და დღეს ამაზე აუცილებლად მაშინ ვისაუბროთ, მაშინ ღიად ვისაუბროთ ყველაფერზე, ქალბატონო მარინა. ყველაფერზე თავიდან ბოლომდე რა არის ტყუილი და მართალი. ძალიან კარგი, ძალიან გამიხარდება. ძალიან კარგი. ნამდვილად იმსახურებს ჩემი მაყურებელი, ნამდვილად იმსახურებს. ოღონდ სრული სიმართლის მოსვლა. რა თქმა, აბსოლუტურად სრული სიმართლის. ქალბატონო მარინა, პოლარიზაცია. ძალა. ამის ძალა ჩვენ მუდმივად. კი, რა თქმა უნდა. ნუ ცინიკური გამონათქვამები ზოგადად. ცინიკური არა, ქალბატონო, სიმართლე წარეა.
ესეც ძველი ამბავი, ეს თქვენ ამბობთ, თქვენი პოზიცია არის გასაგებია. ანუ ყოველთვის ესე გინდა წარმოაჩინოთ, რომ სრული ჭეშმარიტება არის ყოველთვის თქვენ მხარეს. როგორც ჩანს, არ უყურებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და გარკვეულ ტრენდად იქცა ერთგვარად. ბატონო? საზოგადოებრივ მაუწყებელს მე ყოველთვის უყურებ, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩემს აწარმოებ? არა. რა შეიძლება? არ შეიძლება კი არა, როდესაც ასე მესაუბრებ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მე ყოველთვის უყურებ, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მე ვაფინანსებ ჩემი ჯიბიდან. ისევე როგორც ჩვენ გაფინანსებთ. მათ შორის. ჩვენი ჯიბეებიდან, როდესაც მუშაობთ სხვადასხვა უწყებებში. მართლა? ნამდვილად. მე მუქრებით რამით? არა, არ გემუქრებით, ფაქტის კონსტატაცია. ფაქტის კონსტატაციაა. ბატონო მარინა, არასერიოზული იქნება. მე მაქვს დრო, კი ბატონო, რამდენი დროც გდება, ჩემი ძლია იმდენი დრო დაგითმოთ და რამდენიც გაგვიხარდება, იმდენ ხანს ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. ქალბატონო მარინა, პოლარიზაციასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ, როდესაც ფაქტი, თუნდაც როდესაც გარკვეული ცინიკური შეფასებები მოდის ჩვენი მისამართი და ეს არ ახალიათ, ჩვენ მიჩვეულები ვართ, არ არის პრობლემა, ამას ავიტანთ, მაგრამ როდესაც პოლარიზაციაზე არის საუბარი, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პოლიტიკურ ნაწილსაც რომ შევეხოთ მათ შორის. მაგალითად იყო ჩემთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის 29 დეკემბრის შემდეგ არ გეგმავს სასახლის დატოვებას და არ გეგმავს არსად წასვლას. საინტერესო არის თქვენი პოზიცია, ზოგადად იზიარებთ თუ არა ზურაბიშვილის ამ პოზიციას, რომ ის უნდა დარჩეს ორბელიანების სასახლეში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მასპინძლობისათვის და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც დელეგირება გააკეთეს ჩემზე, რომ მიდი და ილაპარაკე. ეს პირველი. ახლა მეორე. რას გააკეთებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მის ნაცვლად მე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ მან გააკეთა თავისი განაცხადი და თუ ასე შევხედავთ, ჯო ვილსონი, რომელიც არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ითვლება, რომ ის წაიყვანს ევროპასთან ურთიერთობას, მან დღეს განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტია. ეხლა აქედან რისი თქმა მინდა, თუ ჩვენ მივყვებით სამთავრობო ნარატივს, რომ ჩვენ უნდა დაუცადოთ 20 იანვარს, მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვა, მაშინ მანამდე მინიშნებები, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წარმომადგენლები აკეთებენ, ალბათ ყურად უნდა ვიღოთ. ეს კარგია თუ ცუდია ჩვენი ქვეყნისათვის? მე შეიძლება გითხრათ, რომ ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის საკითხი საქართველოში ხელისუფლების არჩევასთან დაკავშირებით, თუ იქნება განხილვის თემა, ეს არ წაადგება ქვეყანას არც ერთი მიმართულებით. ეს ნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდებით სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის შიგნით არის გაყოფილი ორ ნაწილად, ერთი ამტკიცებს, რომ მას აქვს ლეგიტიმაცია, მეორე ამტკიცებს, რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია და შესაბამისად უცხოეთიდან ისეთი ქვეყნისაგან, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც სამწუხაროდ შეაჩერა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და მეორეს მხრივ ისეთი ქვეყნის პრეზიდენტისაგან, როგორც არის საფრანგეთი და ისეთი ქვეყნისაგან, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, ასეთ შემთხვევაში ეს არ მუშაობს ქვეყნისთვის სასიკეთოდ. აქედან გამომდინარე, რისი თქმა შემიძლია. მე არ გახლავართ დიპლომატი, ნამდვილად ამიტომ ვერ შევალ დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილმა რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც არის მხარდაჭერილი ასეთ შემთხვევაში, გარე სერიოზული აქტორების მიერ, ისინი ვინც შედიან უშიშროების საბჭოში, ისინი ვინც არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და გერმანიასთან ერთად საერთოდ მაგათ დაიწყეს ამ ევროკავშირის შექმნა, ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სინამდვილის მარცვალი ამაში არის, სულ ცოტა. ეხლა რატო არ მომწონს მე ეს სიტუაცია? იმიტომ რომ ესკალაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით არის განპირობებული იმითაც, რაც ჩვენ გქონდა არჩევნებზე. მე ლაპარაკობ იმ არჩევნებზე, რომელიც უკვე ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. და ამაზე უკვე ვთქვი ინტერვიუშიაც, რომელიც დაიბეჭდა კიდევაც IPN-ზე ვგულისხმობ. აღმოჩნდა ესეთი სიტუაცია, რომ ქართულმა ოცნებმა მიიღო 54%, გაერთიანებულმა 4 სხვადასხვა პარტიამ ერთად აიღო 46%. ანუ მათ შორის სხვაობა არის 8% სულ, ხო?
თუ ჩავთვლით იმას, რომ ქართულმა ოცნებამ მიიწერა 13%, ასეთ შემთხვევაში მას აქვს 41% და რჩება 46%. ანუ ასეთ შემთხვევაში სხვაობა არის 5%. ორივე ეს მონაცემი გვეუბნება იმას, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული წინაპირობა იმისათვის, რომ კონფლიქტი წარმოიშვას. ეხლა ის ვინც მოდის ხელისუფლება, ერთი წუთი დავამთავრებ თუ ჩავთვლით რას ნიშნავს? ჩავთვლით, იმიტომ რომ მე წავიკითხე ყველა კვლევა, რომელიც ეხებოდა ამას და მე იქ წავიკითხე, რომელიც მე გადავამოწმე, რომ სტატისტიკურად შეუძლებელია 13%-ის აღება ქართული ოცნების მიერ. ანუ სტატისტიკურად შეუძლებელია ამ მონაცემის არსებობა. ანუ გაყალბდა. ესე გამოდის. ხო? ესე გამოდის. ეუთოოდირის დასკვნა ხომ არსებობს შუალედური, არ არსებობს ეუთოოდირის საბოლოო დასკვნა. საბოლოო არ არსებობს, წინასწარი დასკვნა არსებობს. წინასწარი დასკვნა არსებობს, რომ პრინციპში ჩატარდა, მაგრამ ეუთოოდირს არ დაუდია საბოლოო დასკვნა. მე ძალიან ველოდები მე კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ უკაცრავად არა ერთი წამით ეს იქნება ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პარტიები, მათ შორის საზოგადოება. თქვენ მე აქ მომიწვიეთ იმისათვის, რომ მოიტანოთ მტკიცებულებები იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ფართო საზოგადოებას. ხალბატონო მაკა, თქვენ აქ მომიწვიეთ იმისათვის, რომ ჩვენ გვესაუბრა და ეს ეთერით შეიქმნა იმისათვის, რომ გვესაუბრა. ამიტომ დიალოგი, როდესაც გვინდა, ასეთ შემთხვევაში არსებობს ძალიან მარტივი წესი. მე დავამთავრებ წინადადებას და თქვენ შეგიძლიათ თქვენი არგუმენტაცია მერე ჩამოაყალიბოთ. თუ ჩვენ ამ ელემენტალურ პრინციპზე ვერ შევთანხმდებით, მაშინ დიალოგი ვერ შედგება. ის, რასაც თქვენ ამბობთ და მე ამაში გეთანხმებით, რომ ჩვენ უნდა დავიცავდოთ ეუთოოდირის საბოლოო დასკვნამდე. და მარტო ჩვენ არ ველოდებით ამას. საერთაშორისო საზოგადოება ასევე ელოდება. იმიტომ რომ ეს საერთაშორისო საზოგადოება პატივს სცემს ინსტიტუტებს და თუ მათ მიერ დელეგირებული ორგანიზაცია საბოლოო დასკვნაში იტყვის, რომ არჩევნები ჩატარდა ყველანაირი დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ასეთ შემთხვევაში პირობას გაძლევთ, რომ მოლოცვები დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე წამოვა. მანამდე მე როგორც ერთ მოქალაქე სრული უფლება მაქვს და მთელი ცხოვრება გავატარე მე მეცნიერებაში და აკადემიურ სფეროში, მე სრული უფლება მაქვს დაუჯერო კვლევებს და არ დაუჯერო იმას, რასაც მეუბნება ვიღაცა. მე ხო ეს მოვიძიე, უფრო მეცაც გეტყვით. საერთოდ არ იყო არჩევნები ჩატარებული. და მე დაურეკე ერთ-ერთ ჩემ კოლეგას და ვთხოვე, რომ იცი რა მეთქი, ესე არ არის საქმე, რომ იძახის ოპოზიცია, რომ არიქა ჩვენ უპირობოდ გავიმარჯვებთ. მე ვთხოვე, მე ამისი არ ამჯერა მეთქი. მაგრამ მე მაინტერესებს ის სოციალური ქსოვილი, რომელიც ხმა პოტენციურად არის ხმის მიმცემი ქართული ოცნების. რატო დაუსვი ახლა ეს კითხვა? მარტო იმის გამო, რომ ესაც ბრექსიტი მოხდა, იმის შემდეგ დაიდო ძალიან ბევრი კვლევა და თითო შიდა მეურნეობის კვალობაზე ჩავიდნენ, რომ ვინაძლევდა ხმას, სახელი და გვარებით ცხადე არ არის აქ ლაპარაკი, ასაკობრივი ჯგუფი, დასაქმების სფერო, ეს რა ქვია, სქესი, განათლება და ამ შემდეგ. და ამ ჩემო კოლეგამ მითხრა ესეთი რაღაცა, რომ არანაირი შანსი არ აქვს, რომ ჩვენ ეს მონაცემები ამოვიღოთო, იმიტომ რომ სტატისტიკის დეპარტამენტს სხვა აქვს, CSKO-ს სხვა აქვს, უბნების დაყოფა სხვადასხვანაირიაო, აღრიცხვა სხვადასხვანაირად ხდებოდა და ასე შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს, იცით? მიუთითებს იმაზე, რასაც ჩვენ ასეთ შემთხვევაში ევროკავშირთან გაერთიანების ის 9 პუნქტიანი გეგმა გვთავაზობს, რომ თქვენ უნდა აწყოთ ინსტიტუტები, რომელიც არის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, სადაც მე შემიძლია, რომ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ არც გაყალბება მომხდარა და არც არაფერი. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში 8% იქნება თუ 5%, ხო? ამან არ უნდა შეცვალოს ჩემი ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ანუ ჩემი ძირითადი აქცენტი ასეთ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ მე სამწუხაროდ ვენდობი არა ჩემს შიგნით მოცემულ რომელიღაცა ინსტიტუციის მსჯელობას, არამედ მე ველოდები რას მეტყვის ეუთოოდირი. ეს სხვა სიტყვებით ნიშნავს, რომ ჩემი სახელმწიფო არის შეუმდგარი.
რომელსაც მე ძალიან გული მткиვა, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მე ვიყავი 33 წლის, აი ზუსტად ნახევარი იქ გავატარე და 33 წლის განმავლობაში მე მინდოდა, რომ სიბერეში მე ნახა სახელმწიფო, რომელიც ორივე ფეხზე დგას. სახელმწიფო მხოლოდ მაშინ დგას ორივე ფეხზე, როდესაც ინსტიტუტები მუშაობს. და ამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გარღვევა. და ბოლოს რისი თქმაც მინდა და მე ბოლოს როგორ აი ამასთან დაკავშირებით რისი თქმაც მინდა წელს ნობელის პრემია მიიღო ორმა მკვლევარმა ეკონომიკის დარგში. ერთმა ეხლა მასაჩუსეტის ის არის უნივერსიტეტის აჯემუღლო დარონმა და ჯეიმს რობინსმა, რომლებმაც დასვეს ძალიან მარტივი საკითხი. რომ რატო არის ისე, რომ ზოგიერთი ქვეყანა მდიდრდება, იგივე აფრიკაში და კარგად არიან და ზოგიერთი ვერ ახერხებს ამას. ეს არის 600 გვერდიანი წიგნი, 20 წლიანი შრომა და ასე შემდეგ, სადაც დასკვნა არის ძალიან მარტივი. ქვეყნები, რომლებშიაც არ არის დემოკრატიული, პოლიტიკურად თავისუფალი ინსტიტუტები, ეს ქვეყნები ვერასოდეს ვერ გამდიდრდებიან. ანუ ჩვენ გვიდგას გლობალური კითხვა. ვაშენებთ ინსტიტუტებს თუ არ ვაშენებთ? ეს მინდოდა მეთქვა, გისმენთ? კი ბატონო. ვაშენებთ ინსტიტუტებს თუ არ ვაშენებთ, აი სადაო გახდება სავარაუდოდ ირაკლი. 29 დეკემბრის შემდეგ მაინტერესებს თქვენი პოზიცია და მოსაზრება, რა რეალობის წინაშე ვდგებით? მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი ცხადებს, რომ არ ტოვებს, ჩვენ კონსტიტუციური, ანუ თქვენ გაინტერესებთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა არ გასვლის საკითხი. რა თქმა უნდა. მე გეტყვით შემდეგ რამეს, რომ ჩვენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით 27 ნოემბერს, როდესაც ქვეყნის ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა თქვა, რომ 2028 წლამდე ჩვენ აღარ შევეცდებით ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოების პროცესი ვაწარმოოთ. ანუ გადავდოთ ეს პროცესი 2028 წლამდე. მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში მკვეთრად არის ჩაწერილი პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყველა სტრუქტურამ უნდა იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკავშირთან დაახლოება. როდესაც პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ 2028 წლამდე ამას ვწყვეტ თუ ვაჩერებ, არა აქვს მნიშვნელობა რომ სიტყვას გამოიყენებს. ამ დროს ეს პოლიტიკური პარტია არღვევს კონსტიტუციას და გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულები ვართ. ეხლა ერთი წამით დავასრულებ რა. უკაცრავად ცდილობა, კულტურა და IQ. ბატონო, თქვენი პრემიერს ციტირებს, პრემიერ. ნამდვილად. დავასრულებ წინადადებას თუ შეიძლება, ხო? არა, არ დაასრულებ. აი, გასაგებია, ანუ თქვენ არ გაქვთ ცდილობა, კულტურა და IQ? შეურაცხყოფას მაყენებ. არა, შეურაცხყოფას არ გაყენებ. ცდილობ ჩემთან სტუდიაში. არა, მე ვიმყოფები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს და არა თქვენ, ჩემთან სტუდიაში არა. უკაცრავად, ჩემთან იმყოფებით. დიახ, სტუდიაში იმყოფებით ჩემთან. ხო. არა, ქალბატონო. თუ არ მოგწონთ. არა, ქალბატონო, სტუდიაში თქვენ იყავით GDS-ზე, აქ არა. აქაც ვიმყოფები ჩემ სტუდიაში. მე ვიმყოფები GDS-ში, ჩემ სტუდიაში. Georgian Dream Studio არ არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე არ ვიცი თქვენ სად იმყოფებოდით იმ პერიოდში. მე იმ პერიოდში სადაც ვიმყოფებოდი, მეცნიერებას ვაკეთებდი სტუდიაში. როდესაც მუშაობდი რადიო უცნობში და რადიო ნაცნობში და პირველ რადიოში. კიდევ შემიძლია გავაგრძელო. ძალიან კარგი, მე შემიძლია ჩამოგითხოვოთ სად მე მუშაობ. მე კონფრონტაციულ რეჟიმში თქვენთან არ ვარ. არ გეჩხუბებით შეკითხვას, მაგრამ საინტერესო იცით რა არის? არა. საინტერესო იცით რა არის და ესეც უნდა იცოდეს ჩემმა მაყურებელმა აუცილებლად. მათ შორის დღეს თქვენმა მაყურებელმაც. საინტერესო ის ფაქტია, რომ თქვენ არ მოგწონთ, როდესაც ჟურნალისტი შეკითხვას გისვამთ. არა, მე არ მომწონს, როდესაც მაწყვეტინებენ. მე არ მიყვარს, როდესაც მაწყვეტინებენ. მონოლოგის რეჟიმში. მონოლოგის რეჟიმში. არა, როგორ არ გინდა 12 წლის განმავლობაში, ქალბატონო. არასდროს არ ყოფილა მონოლოგის რეჟიმში. როგორ არა? უდმივად საუბარი არის იმაზე, რომ მობრძანდეთ, დაბრძანდეთ და ესაუბროთ მეორე მხარეს. მაგრამ არა, ეს არ არის თქვენთვის მისაღები. თქვენთვის მისაღები არის ის, რომ დასხდეთ, მე ვიყო ჩუმად და თქვენ ისაუბროთ, სადამდეც გაგიხარდებათ იქამდე.
არა, სანამდეც გამიხარდება იქამდე არა, სანამ სიმართლეს არ ვიტყვი იქამდე. სიმართლე ყოველთვის ისმოდა ამ სტუდიაში. არ ისმოდა და ზუსტად ეგაა პრობლემა. სიმართლე მხოლოდ იმიტომ გაისმა, რომ ჩვენ ფიზიკურად. არ არის ასე. ფიზიკურად მოგვიწეველი იმისთვის, ირაკლი არა, საზოგადოებრივი მაუწყებელი იმისთვის, თქვენ რა გგონიათ, რომ თქვენ მოწონთ საზოგადოების ნაწილს, ასევე არ მოწონს თქვენი სტუმრობა. და უნდა შეიხედოთ, და მე თქვენ SMS-ებს გაჩვენებთ, რა SMS-ები მოდის. ისევე როგორც თქვენ არ მოგწონთ მათ შორის, ანუ იმ საინიციატივო ჯგუფს და იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც შეკრებილები იყავით პირველ არხთან. ასევე ლანძღავდით ჩემს რესპონდენტებს და ჯონდი ბაღათურიაზე პირდაპირ მიმითითებდით და მეუბნებოდით, რომ როგორ გავბედე და მოვიყვანე სტუდიაში. და კიდევ არ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს. თქვენ გინდათ აი შავი სიები, რომელიც სხვათა შორის მუდმივად იყო საუბარი, მუდმივად იყო საუბარი. პირდაპირ იყო საუბარი. ჯონდი ბაღათურია ისადმე? მოგცემთ საუბრის საშუალებას, მაგრამ პირდაპირ წლების განმავლობაში იყო საუბარი, რომ თურმე შავი სიები ქონდა. ქალბატონო მარინა, მათ შორის თქვენც უნდა გითხოთ, მოგვეცით მაშინ საინიციატივო ჯგუფს ან იმ ჯგუფს ხომ წარმოადგენთ საიდან ვინც გითხრათ არა როგორ არა ეხლა თქვენ ხო გამოგიშვათ გიორგი ჭანტურიამ არა მე არა ვარ საინიციატივო კი ბატონო მოგვეცით სიები შავი სიები მაინტერესებს თქვენი სიებიც რა მომიტანეთ ის შავი სიები ვისი მოწვევა შემიძლია სტუდიაში და ვისი მოწვევა არ შემიძლია სიებით არ მუშაობთ როგორ არ მუშაობთ მუშაობთ პირდაპირ მნიშვნელობით ვცდილობთ რომ გამაჩუმოთ არა პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ ვცდილობთ რომ გამაჩვენოთ საუბრობთ და შემაწყვეტით დროს გითმობთ და პირდაპირ ეთერში საუბრობთ და შემაწყვეტით იმიტომ რომ რასაც თქვენ მოგწონთ იმას არ საუბრობთ ჩაკითხვა არა ბატონო მე ვცდილობ რომ რაღაცა დამატება და რაღაცები სხვა ადამიანებთან შეგიძლიათ საწარმოოთ რატო თქვენთან არ შემიძლია არა თქვენ დიალოგზე და დისკუსიაზე მელაპარაკეთ დიალოგი მოითხოვს პატივისცემას ერთმანეთის აზრების და არ შემიძლია რომ დამატებითი შეკითხვა დაგისვათ ამაზე მელაპარაკებით და პარალელურ რეჟიმში მეუბნებით რომ ევროპისკენ მიდიხართ დიახაც ევროპისკენ მივდივართ, როდესაც დიალოგს ვიცავთ, როდესაც ადამიანებს ერთმანეთს პატივს ვცემთ და ერთმანეთის საუბარს ვისმენთ ბოლომდე. მაგრამ თქვენ ეს არ გინდა. ლაპარაკებით, თქვენ ერთ სტუდიაშიც კი არ ელაპარაკებით. თქვენი საინიციატივო ჯგუფის ინიციატივა იყო ის, რომ თქვენ ცალკე მოსულიყავით, ისინი ცალკე მოსულიყვნენ და არავითარ შემთხვევაში არ გსურდათ არავითარი დიალოგი არავისთან. რა დიალოგი უნდა ვაწარმოო? აი ვისთან გინდათ რომ ვაწარმოო? მე არავისთან არ მინდა, მაგრამ არის ხო და თუ არ გინდათ, რატომ გთხოვთ მაშინ? არის ჩემი ფუნქცია არის ის, რომ მათ შორის ამ სტუდიაში შედგეს გარკვეული დიალოგი იმის თვალისწინებით, რომ წარმოვადგენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და თქვენგან განსხვავებული აზრიც უნდა ისმოდეს. მოგწონთ ეს თქვენ თუ არ მოგწონთ ამ სტუდიიდან და არა მარტო ამ სტუდიიდან თქვენთან ერთად რატომ არ სხდებით სხვებთან? ჩემგან განსხვავებული აზრი ისმის 23 საათის განმავლობაში აქ. თქვენგან განსხვავებული აზრი კი არა, თქვენ იდენტური აზრიც ისმის აქ საკმაოდ ხშირად. რატომ არ სხდებით სხვებთან? მე? საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან, დიახ. როდესაც საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან მივედი პარლამენტთან, მცემეს და შეურაცხყოფა მაყენებს გალბატონო. მოგთ ამ ძალადობას გასაგებია. კი ბატონო, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ქალბატონო მარინა არიან ადამიანები, რომელსაც გააჩნიათ თქვენგან განსხვავებული პოზიცია. რატომ არ არის შესაძლებელი? მაშინ აი ესე პირდაპირ კითხავთ, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ჩემმა მაყურებელმა უნდა იცოდეს. თუ ასე არის, მაშინ ბოლომდე გავხსნათ ყველაფერი. საინიციატივო ჯგუფს ჰქონდა პირდაპირ მნიშვნელობით მოთხოვნა, მე ეს ფორმატიც არ მომწონს. ჩემთვის უფრო მისაღები არის, რომ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები ერთად ისხდეთ სტუდიაში და დაინახოს საზოგადოებამ, რომ არის იმის საშუალება, რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე. მივდივართ ევროპისკენ, იქნებ გეთანხმებიან ის ადამიანები. რო 2028 წლამდე ვაჩერებთ ევროპასთან დაკახლოებას? იქნებ გეთანხმებიან, რატომ არ სხდებით? იყოს რომ შედგეს დიალოგი. არგუმენტების მოსმენა რატომ არ გსურთ განსხვავებული პოზიცია? არგუმენტებს, როდესაც რუსულ კანონთან დაკავშირებით ვამბობდით და ვითხოვდით, რომ ჯანსაღი და კონსტრუქციული საუბარი უნდა გქონდეს. სად? პარლამენტის წინ. ხელისუფლების შემოთავაზება იყო პირდაპირ ირაკლი კობახიძეს აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ მზად იყო ნებისმიერ ჯგუფს და უარი გითხრათ? არა. უწუხელად მაინტერესებს. ყოველ ჯერზე, როდესაც არგუმენტები მოგქონდა, მოყავდა და როდესაც საუბრობდით. შინაარსში რომ არ შედიოდით, თქვენ არ იყავით? შინაარსში ზუსტად იმიტომ არ შევდიოდით, რომ საუბრობდით აბსოლუტურად უსაგნო რაღაცეებზე და როდესაც ვსვამდით კონკრეტულ კითხვებს, როდესაც გეუბნებოდით, რომ რატო არის მაგალითად რომ თვით ვენეციის კომისია გეუბნება, რომ არ არის ეს კანონი სწორი. შინაარსში არ სურდათ შესვლა, როდესაც განწყობილების შედიოდნენ პარლამენტარები, დარბაზში და გააძევეთ ყველანი თქვენ. მე არ გავაძევე, სად გავაძევე?
თქვენ ხართ ახლა იურისტის სახევით გამოდიხართ ქართული ოცნების დამცველი და რა ვქნა ახლა მე? მე ოპონირებას წარმოუდგენელი ამ რეჟიმში უბრალოდ წარმოუდგენელი. ოპონირება არა. თქვენგან მე ობიექტურობა მჭირდება. ბატონო ირაკლი, ჩემთვის პრობლემა არ არის ის რომ ლანցხოთ. ამას უკვე ივეჩვიე. არა, როგორ არ თქვენ რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ შეურაცხყოფა მომაყენეთ, რას ლაპარაკობ? მაგალითად პირდაპირ რომ ხა აღარ გავიმეორებ რა. ნუ ხო, გასაგებია ხა ცილის წამება თქვენი სტილი. შეიძლება გიპასუხოთ? ცილის წამება ჩემი სტილი როგორ არის? რა თქმა უნდა მიპასუხოთ. ხო. რა დაპირისპირებაზე თქმა უნდა გარეშე უნდა გიპასუხოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმპერატივია, მე გთხოვეთ თუ შეიძლება რომ გიპასუხოთ. მე მინდა დავაზუსტო. არანაირ საინიციატივო ჯგუფში მე არა ვარ. მე ვარ რიგითი მოქალაქე, რომელიც იზიარებს იმ შეხედულებებს, რომლის კვალობაზედაც მე მგონია, რომ ინსტიტუციური მშენებლობის შეწყვეტა და ევროკავშირისკენ წასვლა და მისი შეჩერება არ მოვსულა ისე რომ ეს რა ქვია პატივს გცემთ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოვდივარ და ხა ზეპირად არ მოვსულა. მაშინ, როდესაც გამოვიდა ბატონი პრემიერ-მინისტრი, მისი გამოსვლის მე-6 წუთსა და 54 წამზე, მან განაცხადა, მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთ დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და მე გააგრძელა, რომ ბიუჯეტზეც არ ავიღებ და ასე შემდეგ. შევედი ქართული სინონიმების ლექსიკონში, არ დავაყენებ. სინონიმებია შეჩერება, გაჩერება, შეკავება, შეწყვეტა, შესვენება. ამის შემდეგ, როდესაც პრემიერი ამბობს და ინტერპრეტაციას აძლევს, რომ მე ეს არ მithქვიაო, მე ნამდვილად ვერ მივაყენებ მას შეურაცხყოფას, რომ მას ან განათლება არ აქვს, ან არ იცის რა სიტყვას ამბობს და ასე შემდეგ. მან უბრალოდ განაცხადა ისეთი რაღაცა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ევროპულ სივრცეში გაერთიანება არის საქართველოსათვის ერთადერთი გზა და გამოსავალი იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიაც ჩვენ ვართ. ის, რომ აქ ადამიანები ფიზიკურად იცხოვრებენ, ამაზე, მოდით ესე ვთქვათ, 3000 წლოვანი ისტორია გვიდასტურებს, რომ ფიზიკურად არ გადავშენდით და თუ მანამდე წავალთ და ხა მაინც ახალი მითოსი გვინდა, აგერ ზეზვა და მზიაც აქვე არიან, ხო? ანუ მე ისი თქმა მინდა, რომ პრემიერ-მინისტრს თუ აქვს სურვილი, რომ ის შევიდეს დიალოგში ვინმესთან, ხო? ასეთ შემთხვევაში მან უპირველეს ყოვლისა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უნდა თქვას, რომ იცით რა, ჩვენ აღვადგენთ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ იმ 9 პუნქტის შესრულებას, რომელიც ევროკავშირისაკენ წაგვიყვანს. ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისათვის, ეს არის პრინციპული საკითხი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ჩემს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებას. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ უარი თქვეს ვიღაცებმა, ვინ ზგნებავთ, დამისვით, მე მოვალ და შევალ დებატებში. მე გიცხადებთ. ძალიან კარგი. ხო, ანუ ასეთ შემთხვევაში ოღონდ როგორც იტყვიან, ერთი წინაპირობით, მე არავის აზრის მიმართ მიუღებლობა არ მაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემი აზრის საწინააღმდეგო აზრის მატარებელი. მე ეს არ მიშლის არაფერში, იმიტომ რომ რადგან მე ვაღიარებ იმას, რაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლება, ის ვინც მე არ მეთანხმება, ზუსტად იგივე უფლება აქვს მას. მაგრამ სიმართლე, ასე ვთქვათ, ჩვენ ორის დიალოგში შეიძლება გამოჩნდეს, ან შეიძლება არ გამოჩნდეს და მიზეზს ახლავე მოგახსენებთ. მიზეზი არის ის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბარ წონადი ადამიანები. ანუ ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკი, მე რომ დამსვათ ახლა კობახიძესთან, ხო? მე 100-ით 0-ზე წავაგებ. მიზეზი ძალიან მარტივი იქნება. ის არის იურისტი, მე არა ვარ იურისტი. მაგრამ თუ თქვენ დამისვამთ ვინმე ჩემს კოლეგას, ასეთ შემთხვევაში პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ან 50-50-ზე დავამთავრებთ, ან მაქსიმუმ 5-7%, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს შეიცვლის პოზიციას. ეს უკვე იქნება შედეგი.
ანუ მე ისი თქმა მინდა, როდესაც ჩემის აზრით მოთხოვნა იმის კვალობაზე, რომ აქ ჩვენ დიალოგში არ შემოვალთ, ხო? იყო ის, რომ ეს ხალხი, რომელიც არის საინიციატივო ჯგუფი, ეს საინიციატივო ჯგუფი არ არის ძალაუფლების მატარებელი, ანუ ის არ არის ხელისუფლებაში, ის არ ფლობს არანაირ ინსტიტუციას. ასეთ შემთხვევაში მათი საპირწონე ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება კობახიძე, იმიტომ რომ ის იერარქიულად ბევრ მაღლა. კობახიძეზე. მე სხვა რამის თქმა მინდა. კობახიძე ასეთ შემთხვევაში მეტაფორა ახლა. კობახიძე იქნება თუ ნებისმიერი პარლამენტარი. ამას არა აქვს მნიშვნელობა. თქვენ რომ მე ახლა აქ წინ დამიშვათ ჩვენი უბრალოდ ახლახანს არჩეული პრეზიდენტი, მე არა ვარ მისთვის საპირწონე. ლევან გიგინეიშვილი მაგალითად. სიამოვნებით. რომელიც ფაქტობრივად იმ ფაქტამდე მიიღეს ამ სტუდიაში სტუმრობის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მე ლევან გიგინეიშვილს ისეთი ზეწოლა მიდიოდა ერთი წუთი. მე ლევან გიგინეიშვილს შეგიძლიათ მასაც კითხოთ, მე ლევან გიგინეიშვილს მისი გამოსვლის შემდეგ კვლავ შევხვდები და ველაპარაკები კვლავ იმაზე, რაზეც მაქვს ჩაწერილი მისი ინტერვიუ, იმიტომ რომ მე მჭირდებოდა სხვათა შორის სოფოკლეს ოიდიპოსზე, რომელსაც მე მისივე ნებართვით აუცილებლად გამოვიყენებ და გამოვაქვეყნებ. მაგრამ სიამოვნებით დავждდები ლევან გიგინეიშვილთან, როგორც ჩემთვის თანაბარ და წონად ადამიანთან და ნებისმიერი სხვა ვისაც ბატონო. თანაბარი და წონადი. კი ბატონო, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ორივენი ვართ აკადემიურ სივრცეში გაერთიანებულები, ჩვენ ორივე ვეკუთვნით ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, სოციალურ ქსოვილს და ჩვენ შეგვიძლია წყნარად ჩვიდათ ვილაპარაკოთ და მე ლევან გიგინეიშვილს რო შევხვდები, ხო? ზუსტად ისევე მივესალმები, როგორ იმიტომ რომ არც ის მომკლავს მე იმის გამო რომ სხვა აზრი მაქვს და არც მე მომკლავ იმას. ჩვენ გვეცოდინება რა სივრცეში რაზე უნდა ვილაპარაკოთ. კი ბატონო, ანუ მე ისი თქმა მინდა რომ როდესაც ეს ჩემ მოგონილი არ არის მოლაპარაკებების ტექნიკა, ორი თანაბარ წონადი მოლაპარაკე უნდა იждდეს დიალოგზე. ის რომ ამ ჯგუფმა თქვა რომ იცით რა ჩვენ არ გვინდა ესეთი დიალოგი ამ ჯგუფმა კატეგორიულად გამოიცხა ყველანაირი დიალოგი და მოითხოვა პირდაპირ მონოლოგის რეჟიმში სტუმრების მოყვანა რაც ჩვენთვისაც არის კატეგორიულად მიუღებელი ამავდროულად გვირჩევენ სტუმრებს გვიწუნებენ რესპონდენტებს გვიწუნებენ შეკითხვებს მიწუნებენ ყველაფერს მე მაქვს გაუგებარი ეპითეტებით მოგვიხსენიებენ და ასე შემდეგ. ბოდიში რომ ვერევით თქვენს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მე მაქვს ძალიან მარტივი შემოთავაზება. მიეცით 10 წუთი, ილაპარაკოს იმან რა ქვია, ჩაატაროს თავისი მონოლოგი 10 წუთი, ძალიან ბევრია. საერთო დროისთვის კი. საერთო დროისთვის კი არა, აზრის ჩამოყალიბებისთვისაც დამეთანხმება, აი ძალიან ბევრია. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მან კომპაქტურად უნდა მოიტანოს ძირითადი გზავნილები, ხო ესეა? და მე თქვენ გექნებათ 5 წუთი იმისაც რომ დაუსვათ რამდენი კითხვაც გნებავთ. უფრო მეტი ზუსტად ანუ დროის რეგლამენტაცია რომ მოახდინოთ, პირობას გაძლევთ რომ ბევრი ვერ გარისკავს ამ დროის რეგლამენტაციაში ჩაჯდომას. იმიტომ რომ თქვენ გამოსავალი მონოლოგია ქალბატონო. არა, მე პირიქით მე სხვა რაიმეს გეუბნებით, მე გეუბნებით რომ დიალოგი დაარეგულირო. 5 წუთი მიეცით, 3 წუთი მიეცით, არა აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ყველას კონდეს თანაბარი პირობები იმისათვის რომ ამ გადაცემის ფარგლებში მაინც ადამიანებმა თანაბარ წონადმა სხვა განსხვავებულმა და გამოთქვან თავიანთი აზრი. ამით თქვენ გააკეთებთ არაჩვეულებრივ საქმეს. ძალიან კარგია რომ მეთანხმებით. ამასწრაფად, მაგრამ ნახეთ, მაგრამ როდესაც საინიციატივო ჯგუფზე არის საუბარი და ჩვენ პირობები გვაქვს ხომ შესასრულებელი. კი ბატონო, მაგრამ მე იმ საინიციატივო ჯგუფის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ინდივიდუალურად მიიღეთ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება, როდესაც მეუბნებით რომ მოხვალთ თუნდაც გიგინეიშვილთან დასხდებით ერთად ერთ სივრცეში და საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენთ. ეს ადამიანები გვეუბნებიან რომ არავითარ შემთხვევაში გვიმიდგენენ სიებს პირდაპირ მნიშვნელობა, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, პირდაპირ არ მაინტერესებს, არც ქართული ოცნება მაინტერესებს ამ შემთხვევაში, არც ოპოზიცია
კონსტიტუცია თუ კრებსითი ნაციონალური მოძრაობა მაინტერესებს, საერთოდ არავინ არ მაინტერესებს. 22 საათიანი სივრცე აქ ვარ მე, ამ შემთხვევაში გითმობთ, პირდაპირ ვეუბნებოდი მათ შორის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს. გითმობთ ეთერს, მობრძანდით განსხვავებული პოზიციის ადამიანებთან დისკუსიის ფორმატში, გნებავთ დებატის ფორმატში, გამოთქვით საკუთარი აზრები იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირებული თუ პოლარიზებული, რაც გნებავთ ის დარგვით საზოგადოების ერთგვარი შერიგება. ერთ სივრცეში ხომ არსებობს ეს დაპირისპირება თუ ვერ ხედავთ? გულწრფელად მაინტერესებს, ხედავთ ამ დაპირისპირებას თუ ვერ ხედავთ? დაპირისპირება, ანუ საზოგადოების კრიზისის ფაზაში ვიმყოფებით, ეხლა როგორც მეცნიერულად რო შევხედოთ პროცესს რა. ეს არის ძალიან სერიოზული კრიზისი, რომელიც სავარაუდოდ მწიფდებოდა კაიხანი, მაგრამ ეხლა რეალურად ვიმყოფებით აი ესე გზა გასაყარზე. და იმისათვის რომ ეს გზა გასაყარი რაღაცა ჩარჩოებში მოექცეს, საჭიროა რაღაცა თვალსაზრისით ელემენტარულ ღირებულებებზე შევთანხმდეთ. და აი ზუსტად ამას ვცდილობთ ჩვენ, რომ არც მე ხა ინიციატივის თუ რა ქვია, საინიციატივო ჯგუფის წევრი რაღაცა არა ვარ, მაგრამ აი როგორც მეცნიერი, როგორც ერთ-ერთი რიგითი დაზარალებული, მაგიტო გეუბნებით, რომ თავარი არის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ რაღაცა ელემენტარულ საერთო ღირებულებებზე. აი ეს არის მთავარი პრობლემა, რომ მე როდესაც არ ვიცი, ისევ რელიგიის თემაზე დავიწყებ საუბარს ალბათ, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ მამაოებს, ანუ სასულიერო პირებს სპეცნაზი ციცაკის სპრეის ასხამს, ანუ არსებობს ხო ვიდეო კადრები, ციცაკის სპრეის ასხამს, თანაც მაშინ როდესაც ეს სასულიერო პირები მიდიან უკვე, ეცლებიან ტერიტორიას და ესენი დამცირების მიზნით ამას აკეთებენ, მე იმავე პოლიტიკურ ჯგუფს თუ კლანს, არ ვიცი რა უნდა დავარქვა ამას, არ უნდა გქონდეს იმაზე აპელირების უფლება, რომ ჩვენ ტრადიციებს ვიცავთ, რომ ჩვენ მართლმადიდებლობას ვიცავთ და ჩვენ ქართველობას ვიცავთ. სირცხვილია ამის კეთება. ირაკლი არ მომწონს ის, რასაც ყვები, რა თქმა უნდა, და ასევე არ მომწონს მამაშალვასთან რომ მივიდა გარკვეული ჯგუფი, ესეც არ მომწონს. როდესაც ფასეულობებზე არის საუბარი, განსხვავებულ ფასეულობებზე, ჯერ საერთოდ რა განსხვავებულ ფასეულობებზე ვსაუბრობთ, ესეც კიდევ გასარკვევი არის, იმიტომ რომ არავინ არ ამბობს საქართველოში, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო ვინც არის, რომ ვინმეს უნდა რუსეთი და არ უნდა ევროპა და გარკვეულ საფუძველზე მაინც ვერ ვთანხმდებით. იქნება აღმოჩნდეს საბოლოოდ, რომ ერთ პოზიციაზე ხართ. მაგრამ აი ეს დიალოგი ვერ შედგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამდენი ხნის განმავლობაში პირდაპირ მე ეს ფორმატი არ მომწონს, კატეგორიულად არ მომწონს არც მენეჯმენტის გადაწყვეტილება, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ თვლი რომ გარკვეულ პოლარიზაციის ხელშეწყობია, იმიტომ რომ თქვენ მოდიხართ სხდებით, თქვენ ამ შემთხვევაში თქვენ ორს არ გულისხმობთ. საინიციატივო ჯგუფისგან გამოგზავნილი, ანუ უნდა დამირეკო და ეს არის მისაღები ფორმა, ეს არის ევროპა, რომ მირეკავს გიორგი ჭანტურია ურეკავს ამ შემთხვევაში ესაუბრება ჩემს პროდიუსერს და ეუბნება სახელებს და გვარებს, მე ხომ არ დამირეკავს დღეს თქვენთან. იმის მიუხედავად, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვიხვეწები, რომ მოდით ერთ სივრცეში დავსხდეთ, ერთ სივრცეში, ხო, მე თქვენ არ გიცნობდით მანამდე და სავარაუდოდ იმიტომ არ გქონდა შეხება, მაგრამ ერთ სივრცეში დავსხდეთ, განსხვავებული პოზიციები, ქალბატონი მარინა ყოფილა და პირველ არხზე არაერთხელ ყოფილხარ თქვენ სტუმარი, მაგრამ ერთ სივრცეში მოხდეს გარკვეული პოზიციების შეჯერება, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს პოლარიზაცია რაღაცნაირად განიმუხტოს ხომ სიტუაცია, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მოცემულობა გვაქვს. სამწუხაროდ მე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ირაკლი, არ ვსაუბრობ იმაზე, რომ პოლიტიკოსებს დაუჯდეთ. და პოლიტიკოსებთან საზოგადოება უნდა შეჯერდეს გარკვეულ საკითხებზე. ეს არის ჩემი ფუნქციაც, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის. ერთი რაღაცის თქმა მინდა უბრალოდ. მე პირველ არხზე ნამდვილად მოვდიოდი, მაგრამ მოვდიოდი გადაცემაში, რომელიც იყო დღის კოდი და ამ დღის კოდში მე მეძლეოდა საშუალება ჩემი აზრი გამომეხატა. მე ძალიან დიდი ხანია პირველ არხზე, ესეთ პოლემიკურ დიალოგში არ მოვსულ ვარ. ლევან გიგინეიშვილის მაგალითი ძალიან კარგი მაგალითია, იმისათვის, რომ მე თანახმავარ და ურეკეთ ლევანს და უთხარით, ის მე ვიცი. არ ვიცი მე ლევანი და თორე ვინც იქნება, მე შემოგთავაზებთ ვარიანტებს. ვინც გნებავთ ლევანის მსგავსი წყნარი მშვიდი, ლოგიკურად აწყობილი ადამიანი, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია, იმიტომ რომ დღესვე ამ წუთასვე შემიძლია გითხრათ, ჩვენი ძირითადი დებატები იქნება თავისუფლების ცნების გაგებაზე. ლევანისათვის ეს არის ინდივიდუალური თავისუფლება, ჩემთვის ეს არის თავისუფლება და თანასწორობა. ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შესაბამისად ამ კონტექსტში ევროპა რატომ მინდა უფრო მარტივად დავასაბუთებ, მაგრამ მე უბრალოდ იმისი თქმა მინდა, რომ ამ წუთას
საიდან აღმოვჩნდი მე ამ საინიციატივო ჯგუფის თვალთახედვის სფეროში. მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ევროკავშირთან შეჩერება არ დაყენება საკითხის გულისხმობს სერიოზულ პრობლემას განათლების სისტემაში და იგივე გიორგი ჭანტურია, რომელიც არის ამ საინიციატივო ჯგუფის წევრი, მე აღმოჩნდი იმის გამო, რომ განათლებას ეხება ეს საკითხი. გნებავთ საწინააღმდეგო აზრის მქონე, რომელიც არის განათლების სფეროს წარმომადგენელი და ადმინისტრირების წარმომადგენელი, ვისაც გნებავთ სიამოვნებით დაუჯდები და ველაპარაკები, იმიტომ რომ მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომელმაც 38 რექტორს დაუწერა წერილი დასაბუთებით. დევსეს Facebook-ზე. პრობლემა მე არ მაქვს იმისა, რომ რაციონალურად ავხსნა ჩემი პოზიცია. მაგრამ ვიმეორებ, თუ თქვენ მე აქ მომიყვანთ ისეთ ადამიანთან, რომელიც ახლა ჩემზე მილიონჯერ უკეთესად ერკვევა იურისპრუდენციაში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ, დიალოგი არ შედგება, მე წავაგებ. ანუ ჩემი შემოთავაზება ზუსტად ეს გახლავთ, რომ ისინი ანუ საინიციატივო შეიძლება ხვალიდანვე გთავაზობთ. ხვალიდანვე გთავაზობთ. არა, ხოლმე ვერ მოვალ დიდ ბოდიშს ვიხდი. არა, ზოგადად ვსაუბრობ, კონკრეტულად თქვენ არა, ინდივიდუალურად გულისხმობ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ზოლში. ხვალიდანვე გთავაზობთ, გავხსნათ დიალოგის, გნებავთ დებატის, დისკუსიის რეჟიმი, რომ არ იყოს მონოლოგი, მუდმივი, როდესაც საუბარი არის 29-მდე. 13 დღე რჩება, ხომ? 29 დეკემბრამდე. ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც მთელი აი ამ ხნის განმავლობაში ვისმენთ, შესაძლებელი არის და მივიდეთ საბოლოოდ იგივე საზოგადოების დაპირისპირებამდე, როდესაც ესეთი მძიმე მუხტი არის საზოგადოებაში და ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. სად მივდივართ, ანუ სადამდე მივდივართ, სადამდე შეიძლება ამოცემულობა მიგვიყვანოს. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, 22 საათი ვიღაც გადის კონსტიტუციიდან, ხომ? როდესაც თუნდაც იგივე გარკვეული საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი გადის კონსტიტუციიდან, როდესაც ის ამბობს, რომ 29-ის მერე არ დატოვებს სასახლეს, ორბელიანი მეორე ნაწილი კი ბატონო, აგერ ბატონი ირაკლი ფიქრობს, რომ ირაკლი ყობახიძე გადის კონსტიტუციიდან, როდესაც ამბობს, რომ შეჩერებულია თუ შეაჩერა გარკვეულ 2028 წლამდე მოლაპარაკებები. და ამის ფონზე ძალიან მძიმე მოცემულობა არის საზოგადოებაში. რუსთაველის გამზირზე გავიხედოთ რა ხდება, ხომ? გადმოვიტანოთ სივრცე, შევქმნათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მანამდე წლების განმავლობაში ვეხვეწებოდით სხვადასხვა ჯგუფებს, მობრძანდით და არავის არ უნდა და მარტო ამ მხარეს კი არა. არც იმ მხარეს, მეორე მხარესაც არ უნდა. არ უნდა დიალოგის რეჟიმში მოსვლა, არ უნდა და ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში და დღეს უკვე სხვა მოცემულობა გვაქვს და არის მეორე ფაქტორი და ძალიან მძიმე ფაქტორი. ერთი არის, რომ საზოგადოების ნაწილს შეუძლია ვთქვათ, გარკვეულწილად ის ჰიპოთეტურად რომ გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, მაგრამ მე როდესაც ვარ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მე კანონის დაცვის ვალდებულება მაქვს და კონსტიტუციის ვალდებულება მაქვს. აი ამ მიმართულებით და გამოდის მათ შორის მოქალაქეებსაც, ხო? ანუ რაღაცა საკითხებზე ხომ ვარ შეთანხმებული და როდესაც მწვანეზე გავივლით, წითელზე გავჩერდებით, ანუ არის ფუნდამენტური საკითხები, რომლის გადახოვაც უბრალოდ არ შეიძლება და სად მივდივარ მე 13 დღეში, ეს მაინტერესებს, ბუნებრივია, ჩემი ქვეყანა სად მიდის, რა მოცემულობის წინაშე უნდა დავდგე, იმიტომ რომ მე მახსოვს 90-იანები არ ვიყავი იმდენად პატარა, რომ რაღაცა პრობლემები არ მაქვს მეხსიერების ნაწილში, მით უფრო კიდევ პოლიტიკურ მეხსიერებას რაც შეეხება და მინდა რომ ჩემ შვილი აგავზარდო ამ ქვეყანაში გავზარდო და მინდა ის ევროპული ფასე ამ საქართველოში რომ საუბრის დიალოგის პრობლემა მაინც არ იყოს. ხო, დღეს ამას ვხედავთ, ეს პრობლემა არსებობს დღეს. ეს პრობლემა არსებობს უკვე კაი ხანია სამწუხაროდ და ზუსტად ამიტომ ვართ ესეთ მდგომარეობაში რეალურად, ხო? ჩვენ იგივე 2023-ში, შემდეგ 2024-ის გაზაფხულზე, როდესაც რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, შემდგომ ეს ყველაფერი იმიტომ დაწყნარდა და ასე ვთქვათ, იმიტომ შევთანხმდით საზოგადოება, რომ არ ვიქნებოდით ქუჩაში და დაველოდებოდით, რომ მქონდა ჯანსაღი არჩევნების იმედი. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, თუ არ ვიცი, პოლიტიკური პარტია წავიდა ვა-ბანკზე, გააყალბა არჩევნები, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილი ხომ ასე თვლის. და გაყალბდა ეს არჩევნები ისე, რომ უბრალოდ შოკი გვაქვს ჯერ კიდევ. მაგრამ ეს შოკი გამოსული არ ვიყავით ამ შოკიდან, როდესაც ეგრეთ წოდებული პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ საერთოდაც კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლი უნდა ჩემებურად გადავწერო.
რომ დროებით შევაჩეროთ ევროკავშირთან დაახლოების პროცესები. როდესაც აი ესეთ დონეზე ხდება საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა, იქ რაღაცე, ანუ მე ხო არა ვარ პოლიტიკოსი, არა, გულწრფელად ვამბობთ, რომ მიიღეთ შოკი, ხო? კარგით, გააგრძელეთ, დაასრულეთ. არა, ეს უბრალოდ ესეც ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ესეთ ჩაკითხვის საკითხი არის, რომ გააგრძელოთ თქვენი აზრი ამის გათვალისწინებით. ამბობთ, რომ მიიღეთ შოკი. კი ბატონო. საზოგადოების ნაწილს აქვს შოკი ამ მიმართულებით. ნაწილი თქვენს პოზიციას არ იზიარებს. ხომ შეიძლება რომ თქვენი არგუმენტების შეჯერება მოხდეს ერთ სივრცეში? ანუ ხომ უნდა დავხოცოთ იმის გამო რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს და ამას უყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში. ვერა, ერთი პრობლემა გვაქვს. როდესაც საუბრობთ რომ სხვა აზრი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩემი აზრი შეიძლება იყოს საზოგადოების ნაწილის აზრი. მოდი წარმოვიდგინოთ თუნდაც ერთი წუთი. მეორე ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები თუ პოლიტიკური პარტია წარმოადგენს, ხო, ამ შემთხვევაში, მარტივად აი ამ შეურაცხყოფაზე, კონსტიტუციის ნორმების დარღვევის შეურაცხყოფას, ამატებს კიდევ იმას, რომ თქვენ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარი არ გაგაჩნიათო. ანუ იმას კი არ გეუბნება, რომ მოდი დიალოგი ვაწარმოოთო. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარი არ გაგაჩნიათო. რომელ დიალოგზე უნდა, რაზე უნდა ველაპარაკო? მე თქვენ, ქალბატონ მარინასაც ვთხარი, პოლიტიკოსებთან დიალოგს არ გთავაზობთ. თუ გნებავთ, ამის ორგანიზება შესაძლებელია, მაგრამ არა, არ გთავაზობთ. ამიტომ გეუბნებით. ანუ პოლიტიკოსებთან დიალოგს კი არ გთავაზობთ. განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებთან, რომ ერთ სივრცეში მოხდეს განსხვავებული პოზიციების შეჯერება, ამაზე არის საუბარი, რაზეც ეს საინიციატივო ჯგუფი იყო კატეგორიული წინააღმდეგი. პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან იდებატონ. ეს სხვა საკითხია. და შევთავაზებთ, ამაზეც უარი მივიღეთ სხვათა შორის ოპოზიციურმა პარტიებმა ნაწილმა უარი განაცხადა წინასაარჩევნო დებატში მონაწილეობაზე. როდესაც და ფაქტია, რომ ტრამპი და ბაიდენი დასხდნენ ერთმანეთში ერთ სივრცეში და არ მგონია უფრო დიდი წინააღმდეგობა იყო საქართველოში, ვიდრე მათ ჰქონდათ. მაგრამ პატივისცეს კონსტიტუციას და საკუთარ მოქალაქეებს და ამომრჩეველს. ეს ცალკე თემა არის. მე თქვენ გთავაზობთ საზოგადოების წევრებთან დებატს, გნებავთ დისკუსიას, გნებავთ დიალოგს, სადაც თქვენს არგუმენტებს წარმოადგენ და მოხდება შეჯერება და იმის ჩვენება მაყურებლისთვის, ჩემი მაყურებლისთვის, რომ შესაძლებელია განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ ადამიანებს, ან დაახლოონ, ან სულაც დარჩნენ საკუთარ პოზიციებზე, მაგრამ ერთ სივრცეში შოუს, კივილწივილის და პანიკების გარეშე მოხდეს ამ პოზიციების გაზიარება. თუნდაც დარჩეთ თქვენ პოზიციაზე, რომ ეს არის შესაძლებელი, რომ სინამდვილეში პოლარიზაცია ხელოვნურად არის საზოგადოებაში შექმნილი და რომ შესაძლებელია საზოგადოება დაჯდეს და დაილაპარაკოს და მოხდეს არგუმენტების გაცვლა, ამაზეა საუბარი. რის კატეგორიული წინააღმდეგიც არის საინიციატივო ჯგუფი, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ვეტყვი ამაზე. და მეორე მხარეც მათ შორის ნაწილობრივ ეს არის საზოგადოებაში დაპირისპირებული. ერთი რაღაცის თქმა უნდა, მოიწვიეთ ეს საინიციატივო ჯგუფი და ჩამოყარონ ის არგუმენტები, უკაცრავად ჩამოაყალიბონ ის არგუმენტები, რატო არიან წინააღმდეგები, თუ მათ მხარეს, ხო ფაქტია, რომ ეს რაც არ უნდა ვიანგარიშოთ, 51%-მა ხო მისცა კრიტიკულ მასაზე მეტია ეს ხალხი, ხო? დაასხდნენ და ილაპარაკონ, როგორც თქვი, თავისავე კალიბრის ადამიანებთან, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ქალბატონო მარინა, არა თუ დებატში, საერთოდ მათ შემდეგ ვინ უნდა მოვიყვანოთ, იმასაც კი გვირჩევენ. ანუ პრეტენზიები აქვს ყოველ შემთხვევაში. ეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის პირდაპირ მნიშვნელობით. პრეტენზიები აქვს, ვინ უნდა მოვიყვანო შემდეგ. ქონდა ისეთი შემთხვევა, რომ ჩართვა მქონდა სტუმრების შემდეგ და რეპლიკებით გავიდნენ სტუდიიდან, საკმაოდ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით იმ სტუმრის მისამართით, რომელიც ერთობოდა და რომელსაც მათგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ანუ ჩემთვის ევროპა გულწრფელად გეუბნებით არის ის, რომ განსხვავებული აზრის მიმღებლობა ერთის მხრივ, შეჯერება პოზიციების იმის მიუხედავად, რომ მას განსხვავებული პოზიცია, დანარჩენი რუსეთის სხვა რა არის. ავტორიტარიზმზე როდესაც ვაუბრობ, სხვა რა არის. იცმოდეს მხოლოდ ჩემი ხმა და არავინ სხვა. დანარჩენი უნდა გადაირეცხოს. ის შავისიები, რომელიც ფაქტობრივად აქვს ამ ჯგუფს, უკაცრავად ირაკლი აქვს ამ ჯგუფს და მიწერს, რომ ჯონდი ბაღათური არ შეიძლება, ლევან გიგინეიშვილი არ შეიძლება, ხათუნა ხოფერი არ შეიძლება, დაჩიცაგური არ შეიძლება. აი ესეთი ჩამონათვალი აქვს საკმაოდ ძელი. შეიძლება ერთ რამე უნდა თქვა, საჯაროდ თქვენი თუმცა აქ არის ყოფება და არა, საჯაროდ თქვენი ეთერიდან მადლობა მინდა უთხრა.
ეს ხდება 2008 წელს, როდესაც კუშნერი ძირითადად ჩვენთან არის ჩამოსული და ხდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტარებს და ასე შემდეგ. ერთ-ერთ პრივატულ საუბარში ეს კუშნერს მადლობას უხდი, იმიტომ რომ იმ დღეს ბრუნდებოდი სვანეთიდან და ის გორში რო არ ყოფილიყო, ეთქვა რომ მეც 2 კვირა იქ ჩავრჩებოდი, იმიტომ რომ საათ ნახევრით შემოვასწარი თბილისში. ასე ვარ გადარჩენილი, ასე ვთქვათ, 2 კვირიან ბლოკადას. და კუშნერს აქვს ნათქვამი, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით მოდიოდა მოლაპარაკებებზე, იყო ჯონდი ბაღათურია, ანუ ეცვა პიჯაკი, ეკეთა ჰალსტუხი და თიშავდა მობილურ ტელეფონს. ამ ხნის შემდეგ პირადად მას უხდი თქვენი ეთერიდან მადლობას. ამიტომ ის ეხლა რა პოზიციაზეა, მე და ის აბსოლუტურად განსხვავდებით, მაგრამ მაშინ, როდესაც ის იყო წარმომადგენელი და იყო სახელმწიფოს მხარე, ის იცავდა ეტიკეტს. ანუ ძირითადი პრობლემა ჩემის აზრით არის ის, რომ ადამიანები არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ვიღაცა ბოლომდე დაიცავს ეტიკეტს. და ამ ეტიკეტის დაცვა ყოველ შემთხვევისათვის გარკვეული სოციალური კატეგორიისათვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მე შეიძლება ვიღაცა არ მომწონდეს, არ მიყვარდეს, მაგრამ მე მის ღირსებას არასოდეს არ შევურაცხყოფ. ამიტომ რადგან ესეთი მოლოდინი არ არსებობს და სამწუხაროდ ეს დისკურსი შემოიტანეს განსაკუთრებით ბოლო 6 წლის განმავლობაში, თქვენ ჭკუა არ გეკითხებათ, თქვენ ყველანი ერთნაირები ხართ და ევროპულ ღირებულებებში ინდივიდის პასუხისმგებლობის ნიველირება არის ძალიან სერიოზული ღირსების შეურაცხყოფა. ალბათ მარნა მოძალადეებად მოიხსენიებენ, ვერ ვიცი. არა, მანამდე ბიომასებად მოიხსენიებენ და ბიომასად მოძალადეებად, ძალადობის წამხალისებლად მოიხსენიებენ ამ ადამიანებს. ეს ინიციატივა ჯგუფის წევრი. როდესაც მე მაბრალებთ, რომ მე ვარ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ჩემი საუბრიდან ვარ მე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. როდესაც მე თქვენ არა, როგორ გეკადრებათ, თქვენ არ გიტყვიათ ეს. როდესაც მე მაიგივებთ თქვენთვის სასურველ პროპაგანდისტულ იმიჯთან, მე რა დავაშავე? მე მაქვს თუ არა უფლება რომ ხმა მოვიღო და ვთქვა, მე აქ არა ვარ. სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, მანამდესაც ვთქვი, ამ წუთას რაციონალურ არჩევანზეა ლაპარაკი და არა მომწონს არ მომწონს. სამწუხაროდ მე ვეკუთვნი იდეოლოგიურად ისეთ პარტიას, რომელსაც ცხოვრებაში ვერ მივცემ ხმას. ინგლისში რო ვიყო ლეიბორისტებს უნდა მივცე და შვედეთში რო ვიყო სოციალ-დემოკრატებს. კი ბატონო და თამარ ცაგარეიშვილი რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ჩვენთან ქალბატონო მარინა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს და ეს არის ყოველ წარმოუდგენელი ეს ჩემი გულის ტკივილია და ხმამაღლა გადავწყვეტე დიახ დღეს რომ ვისაუბრო და რატომ იმის გამო რომ გარკვეული ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია აქვს წარმოუდგენელი წნეხი და ბულინგი წავიდა მის წინააღმდეგ და ეს რა არის ერთგვარი მეთოდოლოგია ხომ არის იმისთვის არა როგორ არ არის იმისთვის რომ გააჩუმონ. იმისთვის რომ დააბულინგონ. ირმა ჭყადუას მისამართით მათ შორის, რომელიც გუშინ მეთოდოლოგია, მე წეღან ზუსტად იმიტომ ვთქვი, ეს არ არის მეთოდოლოგია, ბოდიშს ვიხდი. ეს არის ჩვენი საზოგადოების უკულტურობა, როდესაც მას არ შეუძლია საწინააღმდეგო აზრი მოისმინოს. ანუ ის რომ თამარ ცაგარეიშვილი და მე სხვათა შორის ჩემი იმასდაც იქნება ახლა ბულინგი რო რატო ილაპარაკა როქნა ახლა ადამიანს ორივე მხრიდან მოდის კი ბატონო ხო მაგას ვიცახი ადამიანს აქვს უფლება რომ მან გამოხატოს თავისი თავი ის რომ მე უნდა მქონდეს ჩემი ბარიერი რას არ უნდა გადავლახო ხო ეს არის ჩემი სოციალიზაციის შედეგი თამარ ცაგარეიშვილს არ ვეთანხმები რომელსაც მე ძალიან ხშირად გვიურთიერთია ერთმანეთთან მის ამ ბოლო გამოსვლაში მე მას არ ვეთანხმები მაგრამ თავში აზრად არ მომსვლია მის კედელზე შევსულიყავ და წყელვა კრულო გამეგზავნა იმიტომ რომ ის ადამიანი თავის აზრს ამბობს ზუსტად ისევე როგორც მე ვამბობ ჩემ აზრს და თავისუფალი სივრცე ამას ნიშნავს პრეზიდენტმა სხვათა შორის რაიმე თამთასანიკიძესთან ინტერვიუში ზუსტად ეს თქვა რომ მე თუ ვაღიარებ თავისუფლების პრიორიტეტს მე მზად უნდა ვიყო იმისათვის რომ ჩემს მიმართ წამოვა აგრესია თუ მე ამაზე რეაგირებას დავიწყებ ეს ნიშნავს რომ მე თავისუფლებას ვაკლებ რაღაცას ნუ ამ თვალსაზრისით მე სრულად ვეთანხმები მას იყოს ბულინგი რასაც ნუ შეურაცხყოფის მიყენება და ნუ ახლა არ წავალ ღრმა ფსიქოლოგიური მასში დებატებში ეს მე არ მხვდება
ხვდებით რისი თქმა მინდა. იმიტომ რომ მე ვაღიარებ იმას, რომ მას აქვს ამისი უფლება. და ადამიანი თუ დადგება პოზიციაზე, რომ მე ჩემი აზრი თავისუფლად უნდა გამოვხატო და მზად უნდა ვიყო იმისათვის, რომ ეს აზრი ყველას არ მოეწონება, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მაჩვენებელი. მე არ ვამბობ, მე რა, სრულ ჰარმონიაში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ. ხო. უბრალოდ ამის თქმა მინდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. ადამიანებს ექნებათ განსხვავებული აზრი და მთელი ეს პოლიტიკური ინსტიტუტები, რაზედაც მე ვლაპარაკობ, უნდა არეგულირებდეს მარტივ რაღაცეებს. უნდა არეგულირებდეს იმას, რომ მაგალითად ადამიანის წამება და დამცირება არ შეიძლება. და ის, ვინც ამას ააკეთებს, ის უნდა დაისაჯოს. მე მგონი თქვენ დამეთანხმებით ამაზე, ყველა დაგეთანხმებათ არც. ხო, ძალიან კარგი. ანუ ქონია საწყისი, რომლის გამოც ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ ერთად. მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ახლა მე ქერა მომეწონება თუ შავგრემანი, ეს მე ვინმე განმისაზღვროს. ანუ უტრირებას ვაკეთებ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არის ფუნდამენტური პრინციპები, რაზედაც ვთანხმდებით და ამ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა არ შეიძლება. მაგალითად, მე ისიც მომისმენია სხვათა შორის, რომ სიკვდილით დასჯა რო გავაუქმეთ, იმიტომ არის ეს ყველაფერი. ამ დღევანდელ დღეზე არ ვიძახი ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ის, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ ვდგევართ ადამიანის დაცვის პოზიციაზე. და შესაბამისად, მარტო სიკვდილი არ არის. სიცოცხლე არის ღირსება. ხო და ვაჟა გვეუბნება, შენი ჭირიმე სიკვდილო სიცოცხლე ფასობს შენით. ანუ ის რომ მე ერთ დღეს წავალ ამ ქვეყნიდან, მე უნდა წავიდე იმ ღირსებით, რომ უკან მოხედვის არ შემწხვეს, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მეორეს უნდა უკრძალო რაღაცა სხვა აზრი. ანუ მარტივი რაღაცის თქმა მინდა. არის ხელშეუხებელი პრინციპები, რომლის დარღვევაც არ შეიძლება და არის კიდევ ერთი რამ, ხელისუფლებაში მოსულ ადამიანს ევალება დაიცვას კონსტიტუცია, იმიტომ რომ ეს არის ის ძირითადი დოკუმენტი, რომლის ყოლობას და ჩვენი თანაცხოვრება არის შესაძლებელი. ვიღაცები გავლენ ამ სივრციდან არ ნიშნავს იმას, რომ ის მართალია. იმიტომ გითხარით წეღანაც, ვიმეორებ, ლევან გიგინეიშვილი არის მეტაფორა. ძალიან ბევრი იქნება აკადემიურ სივრცეში ისეთი, რომელიც მე არ დამეთანხმება. მოვიდეს და ვიმშელოთ. ძალიან კარგი, გულწრფელად მიხარია, იმიტომ რომ ჩვენთან საკმაოდ მძიმე მოცემულობა ქონდა, მაგალითად იმასთან მიმართებაში, რომ აქ აქციები მიმდინარეობდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, აღარ ჩამოყვები იმას, თუ რა ვითარებაში გვიწევდა მუშაობა და ის უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ეს არხი ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს. იმდენად თავისუფალი არის ევროპული ინსტიტუცია, ირაკლიმ შეიძლება თავი გააქმნიოს და არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს ფაქტის კონსტატაცია მენეჯმენტს რაც შეეხება ამ მოცემულობაში, როდესაც ის აქციები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო. ძალიან მძიმე მოცემულობა და ძალიან მძიმე სიტუაცია იყო არხზე და იბიუს არა ვიცი ხა რამდენი რამე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტის წევრი არის და შესაბამისად არ ამგონია ევროპის მაუწყებელთა კავშირს მოეწონოს გვიმრაძის გამოხტომა განსაკუთრებით, როდესაც ბერძენიშვილი არის გენდერული თანასწორობის ჯგუფის თავმჯდომარე. არ ამგონია ეს მოეწონოს, იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა. თუ მეტყვით, რომ ეს იყო პროვოკაცია, ეს მისი ვალდებულება, რომ ეს პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო. აი ეს გადადგა. ის არ წასულა არხიდან, ის გადადგა. კი ბატონო, ის გვიმრაძემ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე. ის გადადგა თანამდებობიდან, ის არ წასულა არხიდან. გვიმრაძეც ასეთ შემთხვევაში არის მეტაფორა და ამ მეტაფორის გამოვლინება არის ყოველდღიურად როდესაც სამართალდამცავი რატო ქვია იმას? დავარღვიე, იმიტომ რომ ეს საზოგადოების თანაცხოვრების წესია. უნდა დამაკავოს, მაგრამ სამართალდამცავს არა აქვს უფლება მაგინოს და მცემოს. მით უმეტეს, როცა წინააღმდეგობას არ უწევ. მით უმეტ კი ბატონო, და მაშინაც კი, როცა უწევთ წინააღმდეგობას, ცემის და წამების უფლება მას არ აქვს. არ ადამიანური ანუ, როდესაც ჩვენ ესაც კონსტიტუციაში გვიწერია, მეტი არცად არ გვიწერია.
ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველას და ასე შემდეგ, ნახეთ, აი, ეს გვიმრაძის და თქვენი გადასაწყვეტია. ხო, ლინჩის წესით ხომ არ გავასწავლეთ? როგორ გეკადრება თქვენ რატო უნდა გაასამართლოთ, კაცო, ლინჩის წესი საერთოდ აკრძალულია. საერთოდ როგორ შეიძლება ლინჩის წესით ადამიანი გაასამართლო? შემიძლია გითხრათ, ბოდიში რომ გამეგრძელა, შემიძლია გითხრათ, ყველაზე მძიმე მოგონება ჩემი ბავშვობიდან არის კაკაბეთის ზარები. და მოუყვები რა ისტორია. დედას ყავს რეციდივისტი შვილი, რომელიც დააკავეს და სოფელი აპირებს ლინჩის წესით გასამართლებას და იცით რა საკეთებენ? დედას ეუბნებიან, რომ უარი თქვი შენ შვილზეო. აი 13 წლის ვიყავი მაშინ. ამაზე უფრო დიდი საშინელება მე არაფერი არ მინახავს. ეს მოხუცი ქალი იჯდა თავდახრილი და მადლობა ღმერთს მილიცია მოუსწრო და ეს რეციდივისტი წაიყვანეს და მადლობა ღმერთს დედას არათქმევინეს და ვერათქმევინეს შულზე უარი. ანუ აქ დგება ღირებულებითი საკითხი და პასუხისმგებლობის საკითხი. არავითარ შემთხვევაში ეს არის მისი გადაწყვეტილება. და უბრალოდ ვამბობ, რომ არ მოიწონებდნენ ორგანიზაციულ კულტურას, თორე გინდათ დატოვეთ, გინდათ დატოვეთ, მაგაზე არ არის. ხოლო რაც შეეხება ლინჩის წესს, საზოგადოება, რომელიც მიმართავს ლინჩის წესს, ის არის უმწიფარი საზოგადოება. კი ბატონო, გვიმრაძესთან მიმართებაში გვიმრაძემ თავის პასუხისმგებლობა აიღო და ამაზე როცა მოვა დრო გიორგი თავადაც უპასუხებს ყველას თავიდან ბოლომდე. თინას რაც შეეხება ამ შემთხვევაში ბერძენიშვილს უგულისხმობ, ის არის კომიტეტის წევრი და როდესაც იბიუდან იყო ჩამოსული ჩვენი ახალი შენობის გახსნაზე, განაცხადეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის იბიუში და ამის არაერთი განცხადება არსებობს, რომელიც ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ და ძალიან ფასდაუდებელი წონის ასეთი იყო მათი პოზიცია. ასეთი იყო მათი პოზიცია. კი ბატონო, მე უბრალოდ სადაო ამ მიმართულებითაც არაფერი არ არსებობს. რაც შეეხება პირველ არხს, ეს არის თავისუფალი არხია ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ღირებულებების გამხმოვანებელი, ევროპული პლატფორმა, რომელიც ასე იქნება ყოველთვის ასე იქნება და სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ გარკვეული ჯგუფები ითხოვენ, ფაქტია, ჩვენ სივრცეს, რომ ეს ასე არ იყოს, ის მოდეს მხოლოდ ერთი პოზიცია, ის მოდეს გახმოვანებული იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით მოცემულობა. ვერ დაგეთანხმებით. აი ეს საინიციატივო ჯგუფი სწორედ ამის დასტურია. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ისმის ყველას პოზიცია. სამწუხაროდ ეგ პრობლემა გვაქვს. გასაგებია, ეს თქვენი პოზიციაა და ესეც ვერ შევთანხმდებით. არა, ფაქტი არ არის, არსებობს ფაქტები. ფაქტია. მე ქალბატონო მაკა, თქვენ მე ვიცი. ბოდიში. არა, ბრძანეთ და მე ეს არ ეხება იმას. ერთი რეალობა, მოდი სხვა რაღაცას ერთს კიდევ გეტყვით, რომ ჩვენ ეხლა ისევ საზოგადოებრივ კრიზისს რო ვისაუბროთ, მარტივ რამეს გეტყვით, რომ ჩვენ რეალურად ვიმყოფებით კრიზისის პირობებში და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხლა ვესაუბრებით იმაზე, რომ იქნებ რაღაცა დრო დაუთმოთ განსხვავებული აზრის მოსასმენად, რომ ვესაუბრებით ირაკლი ამაზე, მე გესაუბრებით, ხუწებით, რომ მოხვიდეთ და განსხვავებული პოზიცია მოისმინოთ. შეიძლება ბოდიში დავასრულებ, ხო? ისმენთ. ანუ საუბრობთ იმაზე, რომ განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს თქო. და ამას ვაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანების ჯგუფი უბრალოდ, აი შეურაცხყოფილები არიან და არ არის ტყუილი, ეს თქვენი პოზიციაა. არ არის ჩემი პოზიცია, ეს არის ფაქტი. შეიძლება დავასრულო? იტყუებით პირდაპირ მნიშვნელობით. არ ვიტყუები, ქალბატონო, მე არ ვეკუთვნი ქართული ოცნების წევრს, რომ ვიტყუებოდე, ხო? ვამბობ პირდაპირ რამეებს, რომ ეს პლურალიზაცია, როდესაც არ ხდება, მით უმეტეს იმ არხის, რომელსაც ყველა ადამიანი აფინანსებს, ხო? ქვეყანაში არსებული ყველა მოქალაქე აფინანსებს. აი ამის პრობლემა გვაქვს რეალურად და სწორედ ამიტომ იყო იქ საზოგადოება მოსული, რომ ეს გაეპროტესტებინა. სწორედ ჩვენ გვაქვს ხო, ეხლა თავარი ერთ-ერთი აზრი, რაც მოსილებს, რომ აი ომი გინდათ თუ მშვიდობა და წარმოუდგენელია, ირაკლი, გულწრფელად წარმოუდგენელია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაზეც ვსაუბრობდით, გამოდის რომ სულ ტყუილად ვისაუბრეთ, იმიტომ რომ არა პირდაპირ მნიშვნელობით ტყუილად ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საინიციატივო ჯგუფი კიდევ ერთხელ გეუბნებით, პირდაპირ გეუბნებით და ნუ მოვატყუებთ მაყურებელს. პირდაპირ მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყავით მხოლოდ თქვენ, ამ შემთხვევაში თქვენ კონკრეტულად თქვენ არ გულისხმობთ. მათ მიერ გამოშვებულები და არავითარ შემთხვევაში განსხვავებული
განსხვავებული პოზიცია უნდა მოესმინათ. ამავდროულად მთელი ამ ხნის განმავლობაში დებატზე უარი იყო. გარკვეულწილად სხვებთან ერთად დისკუსიის ფორმატზე არა, უარი იყო. და მთელი შერჩევა, რესპონდენტების შერჩევა, შეკითხვების შერჩევა, გადაცემას ვინ დაიწყებს, რამდენი წუთი დაეთმობა, იმას ამდენი წუთით მეტი და ვაჭრობა პირდაპირი მნიშვნელობით. ასე იგი მე სხვა რამეზებს. ეს არის პირდაპირ ჩარევა. ალბათ სხვა რამეზებს საუბრობ. როგორ საუბრობ სხვადასხვა რამეზე? დღეს გადავხედე სანამ აქ მოვიდოდი საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადეს. გადავხედე სოციალურ მედიაში არსებულ ტექსტებს. ეს იყო იმდენად თვალსაჩინოდ ერთი მხრივ გაშუქებული ყველაფერი, იმდენად არა ობიექტური, რომ ღიმილის მომგროელი, არა, ჩემი აზრი არ არის. ძალიან ბევრ სალანძღავ მესიჯს ვიღებ, იმიტომ რომ თქვენ გითმობთ ეთერს, ანუ მათგან განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს და კი ბატონო, გვანძღეთ. არ არის პრობლემა, ამას ავიტანთ. იმისთვის ვარსებობთ, რომ განსხვავებული აზრები დავაახლოვოთ. მე მახსოვს შემოთავაზება თუ შეიძლება. არსებობს უკვე რამდენი წელია, 6 წელიწადია მიმდინარეობს ესეთი კვლევა, რომელიც ჰორიზონტის მიერ არის დაფინანსებული საქართველოში. ევროინტეგრაციის მედიაცია, ანუ მედიის კვლევა, როგორ არის ევროინტეგრაცია გაშუქებული. მე შეიძლება მოგცეთ ამ ჯგუფის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, მოიწვიეთ და ის ემპირიულ მონაცემებს წარმოადგენს, რომელი ტელევიზია როგორ აშუქებს და ფაქტებს. მე მგონი ამაში ყველანი დაინტერესებულები ვართ და ეს იქნება ძალიან ცხადი და კარგი მაგალითი იმისა, ირაკლი ამბობს სწორს, მე ვამბობ სწორს თუ ირაკლიც იტყუება და მეც ვიტყუები. იმიტომ რომ ახლა ევროკავშირი მართალია ახლა ეს რამდენად აღმოჩნდება ეს რა ქვია უცხოეთის დაფინანსების კანონში ეკიდე ცალკე საკითხი. თოდირის დასკვნა არსებობს ჩვენთან დაკავშირებით. ეგ არსებობს 20-ში და შემიძლია გითხრათ ამ წლის დასკვნა მე არ მინახავს თუ არსებობს ამ წლის დასკვნა. არსებობს შემიძლია გადმოგიგზავნოთ. ძალიან მადლობელი დაგრჩებით. ძალიან მადლობელი დაგრჩებით. ჩვენი მუშაობა და მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეფასებაც არსებობს. დრო როგორ არის განაწილებული თქვენ ამის შესახებ უკავშირი თუ გაქვთ სურვილი, თორე თუ არა გაქვთ სურვილი, არც ეგ არ არის. არსებობს და შემიძლია რომ გადმოგიგზავნოთ. ასევე არსებობს კვლევები, რომელიც მიმდინარეობს, არ ეხება მარტო პირველ არხს. ეხება 6 სხვადასხვა მედიას. არ ჩათვალოთ რომ პირველი არხი არის ისეთი, რომელიც განტევების ვაცია. იმიტომ რომ კვლევარს არ აინტერესებს, კვლევარს აინტერესებს ვინ რა აგურსდებს, ან პირიქით აგურს აცლის საზოგადოების ჩამოყალიბებას. კი ბატონო, საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე და იმედი მაქვს რომ შევთანხმდით, რომ ეს სივრცე ოღონდ ერთი რაღაცის თქმა მინდა. საინიციატივო ჯგუფის ასე ვთქვათ, დირექტივების საპასუხოდ მე და ირაკლის ნუ გაგხვდით, იმიტომ რომ მე გითხარით თქვენ არ წარმოადგენთ საინიციატივო ჯგუფს. მე არ წარმოვადგენ საინიციატივო ჯგუფს. მე ვარ ერთი რიგითი, რომელიც არის ამ მიმდინარე ევროინტეგრაციის შეჩერების მოწინააღმდეგე და შესაბამისად მე ინდივიდუალურად საინიციატივო ჯგუფმა შეიძლება თავისი პოლიტიკა ისევ გააგრძელოს, ეგ მე არ ვიცი. მე ვარ ინდივიდუალურად თანახმა, ჩემივე გარემოდან მომიყვანოთ აკადემიური სივრციდან, ვინც გნებავთ და უშუალოდ ვილაპარაკოთ. თუ ეს თქვენთვის მისაღებია. ეს ჩემთვის მისაღები კი არა, ეს არის აუცილებელი, მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის პირველ რიგში, იმისთვის რომ განსხვავებული პოზიციების მოსმენა მოახერხოს ჩვენმა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ერთ სივრცეში, მშვიდ გარემოში, ყველანაირი შოუს და ისტერიკების გარეშე. ეს არის აუცილებელი. მით უფრო იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც დღეს ვართ. ის რაც ხდება გარეთ, უნდა მოხდეს ამ პოზიციების შეჯერება, ფაქტია. და დარწმუნებული ვარ, რომ დამეთანხმებით. და უნდა შეწყდეს წამება და ადამიანების ღირსების და დამამცირებელი მოპყრობა. სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებს თავაზობთ, 500 ადამიანი დააკავეს. 225 სცემეს და 157-ს აქვს ფიზიკური დაზიანება. ვიმეორებ დამნაშავე უნდა დაკავდეს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მაგრამ დამნაშავე უნდა დაკავდეს, მაგრამ
მისი ხელყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური დამცირება არის კატეგორიულად მეუღებელი. აუცილებლად დამნაშავების დაკავება უნდა მოხდეს, აუცილებლად აქციაზე დაშავებულები იქნებიან ეს თუ მათ შორის პოლიციელები 150 რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ადამიანს? დაშავებული არც არავისთვის არ უნდა კონდეს ამას მნიშვნელობა და არ უნდა მოხდეს ასე დაყოფა მათ შორის პოლიციელი იქნება თუ აქციის მონაწილე, დამნაშავე უნდა დაისაჯოს ნებისმიერ შემთხვევაში და კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, არც ეს არის მე მგონი სადაო და რაც შეეხება ჩვენ პირველ არხს ღია ვართ განსხვავებული პოზიციები დებატისთვის, დისკუსიისთვის ერთად სტუდიაში მობრძანდეთ, დასხდეთ, ისაუბროთ და ვიპოვოთ გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ფიფია, მარინე ჩიტაშვილი, ფსიქოლოგი იყვნენ გადაცემის სტუმრები.